გამარჯობა დავით, მოგესალმები. გამარჯობათ. ტრადიციულად მე ვერ ხედავა, არ მიჩვენებს თქვენი ეს მე ხედავ, მაგრამ აბა იქნებ ვინმე დაგვიწეროს თუ ორივე ჩანვართ. თავარია მაგურებლები გხედავდნენ და ეგ არაფერი. კარგი, დავიწყოთ ისმის ხმა, ყველაფერი. მოკლედ მეგობრებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეხლა ერმილე ნემსაძე ემიგრაციაშია, ჩვენ აქ ვიმყოფებით. ერთჩვენიერ დღეს ჩემო ერმილე, ეხლა ყველაფერი იცი, ყველა ინფორმაცია გაქვს. კომპანიის ხელმძღვანელმა თეატრის მაღაროელებს გამოუცხადეს, რომ თქვენ დათხოვილი ხართ, ვაჩერებთ სამუშაოებს. ანუ 3600 ადამიანი ერთი ხელის მოსმით დატოვეს უმუშევარი. ამის შემდეგ უკვე დაიწყეს იქ მაღაროელებმა შიმშილობა, ჩვენ რამდენიმე დღეში მალევე ჩავედით ქართველთა დიდი გაერთიანების დამფუძნებლები, ალბათ ეს პირდაპირ ეთერიც გახსოვთ და ყველაფერს გავეცანით მათ პრობლემებს და დღემდე რამდენია უკვე 2 თვეზე მეტია გასული და მე-19 დღეა მგონი რომ შიმშილობენ. დღემდე საშველი არ დაადგა, ხელისუფლება არ ჩადის, რომ გაეცნოს და ნახოს რას უპირებენ საერთოდ ჭიათურას და რომ დაელაპარაკოს მოშიმშილებს. მე-19 დღეა ეს ხო ის აღარ არის ხო? შენ თუ ასეთი უმძიმესი შრომის მქონე ადამიანებს არაფრად აგდებ ხელისუფლება ხო? მე არ ვიცი ამათ რაღა პრეტენზია უნდა გქონდეთ საერთოდ რამეზე ხო? ჯერ ისედაც მთელი საქართველოს უმუშევარია. ამისანა უმძიმეს სამუშაოებს ასრულებენ ეს მაღაროელები მეგობრებო და ვერაფერ ვერ მიაღწიეს იმას რომ ამ პრემიერი ან მინისტრი ვიღაცა ჩავიდეს ჭიათურაში. რას უპირებენ ამ ულამაზეს ქალაქს და ულამაზეს რეგიონს. იქიდან ამიტომ გადმოინაცვლა სამმა მოშიმშილემ კანცელარიასთან და უკვე მე-4 თუ მე-5 დღეა წვიმისთან რაც ულიამინდებია თქვენ ხედავთ, წვიმაში მთელი დღე ფეხზე დგანან, არაძლევენ იმის საშუალებას რომ ერთი პატარა კარავე მაინც გაშალონ და ბიჭები ჩამოჯდნენ რომ წვიმას მაინც შეეფარონ და ერთი ადამიანიც არ გამოსულა გარეთ. ჩემი აზრით, რა ვიცი, აი ერმილე ვიდრე თქვენ გააკეთებდეთ აი ამის შეფასებას, ერთს ვიტყვი კიდევ რომ ჯერ ადამიანი უნდა იყოს, ადამიანად უნდა იყოს გაზრდილი და მერე არის პროფესიები, ხო? შენ ხელისუფლების იქნები, პოლიტიკოსი იქნები, ჟურნალისტი იქნები თუ ინჟინერი იქნები, მერე არის პროფესია. ესეთი უგულობა, მე არ ვიცი, მე-19 დღეა შიმშილობენ ბიჭები ღია წიშქვეშ დგანა მთელი დღე ფეხზე და არავინ არ იკადრა, ერთმა არ იკადრა კანცელარიიდან რომ ჩავიდეს ვინმე და ამ ბიჭებს დაელაპარაკოს. არ ვიცი, გააგრძელეთ თქვენ ერმილე ახლა თქვენი ის ბატონ დავით, გაუგდებულები. ჩვენს აუდიტორიას კიდევ ერთხელ და მე სიმართლე გითხრათ, აღარაფერი მაგვირვებს და არაფერი არ მაოგნებს საქართველოში სამწუხაროდ. ეს არის ტერიტორიული ერთეული, სადაც ეს უკვე სახელმწიფო დიდი ხანია აღარ არის. ეს არის ქვეყანა, ტერიტორიული ერთეული, სადაც ეთნიკურად ქართველები ცხოვრობდნენ, მაგრამ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ძალიან მალე დიდი შანსი აქვს აბორიგენ მოსახლეობას, რომ საერთოდ აღარ დარჩეს ტყვის და ტანკის და ბომბის და უბედურების გარეშე. ამიტომ მე ვერავი საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ეს არის რაღაცა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც უფრო მაფიური და კრიმინალური სინდიკატის მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიას წარმოადგენს, ვიდრე სახელმწიფოს, იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქის სატკივარი და მისი მოქალაქის ერთი მოქალაქის გაჭირვებაც მინიმუმ მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს და ამათთვის ათასობით ქართველი სატკივარი
10,000-ობით თუნდაც იყოს და ერის ეროვნული სიმდიდრეები, ესენი არაფერს არ წარმოადგენენ გარდა გასაყიდი რესურსის. ამიტომ ძნელია ახლა ჩვენ ვისაუბროთ ამ ადამიანებს მოვთხოვოთ ადამიანობა, ქართველობა, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, მით უმეტეს, როდესაც დღევანდელი პრემიერ-მინისტრი არის შთამომავლობით მოღალატე, მამამისის შვილი ახლა ეკალზე ვარდი არ ამოდის და არ ამოვიდოდა არც ამ შემთხვევაში. და კაცი რომელიც ამბობდა მე ეროვნული ცნობიერებაო, საერთოდ არ ვიციო რა არისო და საშიშადაც კი მემაჩნიაო. ამიტომ ამ ადამიანისგან, რა ვიცი, თუ ადამიანი შეიძლება ეწოდოს და მისი ბანდისგან მე არანაირ ადამიანურ რეაქციას არ ველოდები, ამიტომ ბუნებრივი არის, ლოგიკური არის მათი საქციელი, მათი რეაქცია, მათ მხოლოდ და მხოლოდ ესე რომ ვთქვათ, ანგლო-საქსური აზროვნებით შეიძლება ესმოდეს, თავზე თუ დაადებ იარაღს და ეტყვი, გააკეთე ეს, თორემ გესვრი. ნუ ამ შემთხვევაში არის ხალხის მასის მხარდაჭერა ამ უსამართლობის მიმართ, რა შემთხვევაშიც ააფრენენ დრონს, დაითვლიან თავებს და იტყვიან, რომ თუ ამდენი ხალხი არის, მაშინ ღირს საუბარი და თუ ამდენი ხალხი არ არის, მაშინ არ ღირს საუბარი. ჩვენ არა გვაქვს კლასიკური გაგებით ხელისუფლებასთან, მით უმეტეს რაც არ უნდა ახლა იწივლოს დინარაძე იქნება თუ კობახიძე იქნება, რომ არის ეროვნული ხელისუფლება, თანაც სირცხვილი არ აწუხებთ, კაცო ამათ არაფერი არ აწუხებთ მსგავსი, ჩვენ გვაქვს ამ დამნაშავე კრიმინალურ ბანდასთან საქმე. ამიტომ მე ეს ადამიანური მხრიდან არ მიკვირს ნამდვილად. საქართველოს არის დიდი ხანია გაყიდული, ყოველ შემთხვევაში 92 წლის 6 იანვრის მერე იყიდება საქართველოს თავისი მოსახლეობით, თავისი ტერიტორიებით, თავისი ეროვნული სიმდიდრეებით და ჩვენ ვაკვირდებით აი ამ პროცესს. ამიტომ არ შეიძლება რომ აქ რაღაცა ხალხი ჯერ კიდე ვერ მიხვდა, მე გული ერთ რაღაცაზე მწყდება. ხალხი კიდე ვერ მიხვდა იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივ და რაღაცა სამართლებრივ სუბიექტთან არა გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს კრიმინალურ ბანდასთან საქმე, იმიტომ რომ რაშია საქმე, იცი, ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა გაგვაჩნია. ძალიან უმდიდრესი ქვეყანა არის საქართველო. ისევე როგორც ჭიათურის მარგანეცი, ასევე კაზრეთის ოქროს საბადო იქნება, სალვრისის ოქროს საბადო იქნება, ტყიბულის ქვანახშირი იქნება თუ სხვა უამრავი ეროვნული სიმდიდრეები, რომლებიც გააჩნია ჩვენ ამ პატარა ტერიტორიაზე ქვეყანას თავისი მდებარეობიდან გამომდინარე და უამრავი გამომდინარე 3,5 მილიონი ადამიანს კი არა 15 მილიონი ადამიანი შეინახავს ხელის გულზე. მაგრამ ჩვენ რეალობაში ეს შეუძლებელი გახდა. ამიტომაც ხდება გადაშენება ქართველიერის საქართველოსთან და ხდება საქართველოს ათვისება სხვადასხვა ტომელების მხრიდან. ხო, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ელაპარაკონ ადამიანური ენით? აქ არის საჭირო ძალა, რომელიც ძალაც მოაბრუნებს ქვეყანას სასიკეთოსკენ. ისინი ამ ძალას ვერ ხედავენ. ბლეფია ტყუილი არის ყველანაირი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტია, ბლეფი არის და ტყუილი არის ყოველგვარი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც ვითომ და არსებობს საქართველოში. მე ხშირად მეუბნებიან, შენ არავინ არ მოგწონს, ყველას რატო აგინებ. ძალიან ხშირად მესმის მე. ახლა ამ დღეებმაც დაამტკიცა აი ერმილე, რომ ეს რუსთაველზე, რომლებიც აი დარბიან ყოველდღე, ხო? ეს არის ზუსტად ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი, იმათი მართულია ნამდვილად ვიცი, თორემ აი ისინი გულწრფელები იყვნენ ეხლა, ხო? აი ამ მაღაროელებთან ავიდოდნენ, ააკითხავდნენ, თუ აი რატომ ბატონო დავით, ახლა ბიძინა ივანიშვილის მართული არის თუ ევროპული ბიუროკრატიის მართული არის, საერთო ჯამში ერთი არის მგელი და მეორე მგლისფერი ძაღლი. არაფერი ამ ყველაფერს შეხება რა ადამიანობასთან. ბოლო-ბოლო ევროპაში უნდა ხალხს რო კითხონ, ევროპული სოციალური უზრუნველყოფა უნდათ, ევროპული შრომის ეს უნდათ, რა ქვია, ანაზღაურება, დაფასება, დაზღვევა, სამედიცინო მკურნალობა და ასე შემდეგ და 3500 ადამიანი გამოყარეს სამსახურიდან და არც ერთი პროევროპული ძალა და არც ერთი პროევროპული პარტია იქ არ ასულა და არ აინტერესებს. აი? ელემენტარული ტესტი ამათთვის. ხო, აი ადამიანებს საარსებო აქვს წარსული. თავისი საარსებო გარემო. აღარაფერს ვამბობ იმ ფორმით მოპოვებულ წიაღისეულ სიმდიდრეზე, რაც ჭიათურაში გადათხრილია, საერთოდ დაუმარკალაკსაა დამგვანებული.
ამიტომ ჩვენ რეალურად აქ გვაქვს საქმე, როგორც ერთი ნაგავი არის ხელისუფლება, ისეთივე მეორე ნაგავი არის ოპოზიციური ძალე აბსოლუტურად ყველა. ვინ მივა ახლა იქ ხაზარაძე მივა, მელია მივა, გვარამია მივა თუ ვინ მივა? ვის რაში ადარებს იქ სამი ადამიანის ესა რა ქვია გაჭირვება. ამიტომ თუნდაც სხვათა შორის მე რა მინდა, იცი ბატონო დავით, გითხრათ? აი ვითომ ეგრეთ წოდებული ბლოგერები, ვითომ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტები, ვითომ ეგრეთ წოდებული პროფკავშირები, ვითომ ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, მშრომელთა მხარდამჭერი ორგანიზაციები, რაღაცები, რომლებიც, რა ვიცი, 43000 NGO არის და მათი წევრები. არავინ იქ არ მიდის, არავის არ აინტერესებს. გაინტერესებს ჩვენ უბრალო ადამიანებს, ხო? უბრალო ადამიანები კიდე ხედავთ, იმას ხედავთ, რომ უბრალო ადამიანი არავის არ აინტერესებს. მაგრამ ჩვენი გინება და ჩვენი ლამძღვა ყველას რაღაცა გულზე ესობა და როგორც ლახვარი ისე ხვდება და მე მახსენდება ცხონებული ზვიად გამსახურდიას სიტყვა, რომ იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთი. ამიტომ არანაირ ჩვენ ახალ მოვლენასთან არ აქვს საქმე. ახლა იქ რომ იყოს დაახლოებით ერთი 2000-3000 ადამიანი, როგორც რწყილი მიეკრება რაღაცა სოციალ ორგანოს ისე მიეკრებიან და შეიძლება წიხლით ვერ გაყარო იქიდან. ხო, ახლა ვერ ხედავენ ამ 3 ადამიანში და 4 ადამიანში ადგილზე ვერ ხედავენ და იქ სადღაც ჭიათურა და ის ვის რაში აინტერესებს სამი უბნის გარდა საქართველოს. თბილისის სამი უბნის გარდა არავის არაფერი არ აინტერესებს თბილისში ყოველ შემთხვევაში. ეს არ ხელის გულზე დადებული. სამწუხარო ამ რეალობაში ვარ და რავი რა შეფასება უნდა ვიცი ამ ყველაფერს. ესა კანიბალური სახელმწიფო რა. კი. მოკლედ ერმილე 4 მაღაროელია დაკავებული, იცი ალბათ საქმის კურსში ხარ. ძირითადად ეს არის მე პირდაპირ ხელისუფლებას ვადებ ხელს, რომ ხელისუფლება ამაში დამნაშავე, იმიტომ რომ ან ჩემი ხელის დადება რა თქმა უნდა, როდესაც თვეობით გრძელდება პროტესტი და შენ არ ჩადიხარ შენს ხალხთან 3600 ადამიანი, ეს ხო არ არის 3 ადამიანი, 3600 ადამიანი არის მთელი ჭიათურის რეგიონის შრომელი ხალხი და მთელი რეგიონის ყდომას გამოიწვევს ეს ხო? ხელისუფლება შენ რომელიც არ ჩადიხარ იქ ამდენი ხანი და შემდეგ აი ამ მოშიმშილებს დამცინავად ექცევა ვიღაცა კომპანიის წარმომადგენელი ღირსებას რომ ეხება ახალგაზრდა ვეღარ მოიწმინა და გაარტყა ხო თქვათ გაარტყა რაღაცა ხელი გაარტყა ამის გამო ყავთ დაპატიმრებული აი ეს დაკოშლილი ხელებით ეს შრომელი ბიჭები და ემუქრებათ 6 წლი თავისუფლების 6 წლამდე თავისუფლების საკვეთად ჩვენ ეს არის ნამდვილად ახლა არ ვიცი ამას რა უნდა დარქვა შეჩების სამართალი კი არა უარესი არის ჩვენ ნანახი გვაქვს რომ პირდაპირ პარლამენტში ტრიბუნაზე მამუკა მდინარაძეს რომ შემოსხო ხელი ელისაშვილმა აი მე ვეკითხები აი ხელისუფლებას და ვეკითხები სამართალდამცავ ორგანოებს ეს კაცი რატომ არ არის დაპატიმრებული და რატომ აპატიმრებთ ამ მაღაროელებს აი ბატონო დავით კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით აღნიშნო და ხაზი გავუსვა ერთ რაღაცას ესენი არიან ერთი ოჯახის ტყუპი ძმები ამიტომ ოჯახში მომხდარი ჭუბი შეიძლება ვიღაცას გარედან მართალი ეგონოს ამიტომ დინარაძე და უკაცრავად არ ჩაისვარო ალეკო არ მინდა ახლა ის სიტყვა უწოდო ესენი ტყუპი ძმები არიან პოლიტიკური ტყუპი ძმები არიან ამიტომ მათ შორის მაგათ იმუნიტეტი იცავთ ესენი არიან რაღაცა სხვა მაგარი IQ-ს მქონე ადამიანები და ასე შემდეგ რომლებმაც რაც არ უნდა დააშავონ კაცი შვილი პასუხს არ თხოვს აი ახლა მათ შორის დღეს დაიჭირეს თურმე ოქრუაშვილი გირავო არ გადაიხადაო კაცო ოქრუაშვილი აქამდე 9 ჯერ უნდა ყოფილიყო დაჭერილი სამშობლოს ღალატის მუხლით და 1000 ქართული ჯარის ძარცვით და 1000 ნაძირულური მავნებლური და ძილგამომთხრელი საქმიანობისთვის მაგრამ თურმე გირავო არ გადაიხადა და ამის გულისთვის დაიჭირეს თურმე გირავოს გამო და თურმე სააკაშვილის ხავსტუხები მოუპარია და ასე შემდეგ და შერჩევითი სამართალი ამიტომ აქ ამ საკითხს რომ იურიდიული თვალსაზრისით საქართველოში რაღაცას ნუ ეს არის რაღაცა სისულელე იმიტომ რომ საქართველოში შერჩევითი სამართალიც კი არ არსებობს შერჩევითი სამართლიანობის საკითხში რაღაც ნაწილი მაინც ნახულობს სამართალს ჩვენს შემთხვევაში
მე არ მინახია ჯერ საქართველოში ვინმე სამართალი ენახოს. მე არ მინახია ესეთი ფაქტი მე არ მახსოვს, მათ შორის ჩემ თავზეც და ჩემი ოჯახის ირგვლივ და მეგობრები, ნაცნობები, ახლობლები და არ მინახია სამართალი არ დგება. მე მამა იურისტი მყავდა და საკმაოდ კარგად მესმის სახელმწიფოს არსი და კანონმდებლობის არსი და რომაულ სამართალს კითხულობდა და ბავშვობიდან გვასწავლიდა კიდეც და კითხვა იმის შესახებ თუ როდის გაჩნდა სახელმწიფო უფრო ადრე თუ სამართალი ეს იგივე კითხვა არის ალბათ ქათამი თუ კვერცხიო როდესაც გაჩნდა კანონი მაშინ გაჩნდა სახელმწიფოც არ შეიძლება სამართალი არსებობდეს და სახელმწიფო არ არსებობდეს. არ შეიძლება სახელმწიფო არსებობდეს და სამართალი არ არსებობდეს. ეს ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რაღაც არის. ამიტომ რაც შეეხება ამ საწყალ ბიჭებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ასე ვიტყვი, ესენი არიან მსხვერპლები ამ რეჟიმის და ისინი არა იქ რო წევიან და სინდისის პატიმრებიო და ახლა თურმე რო გაახსენებთ თურმე სინდისიც ქონიათ თურმე ამ პროდასავლურო ეგრეთ წოდებულ ლიბერალ ფაშისტებს ესენი არანაირი მსხვერპლები არ არიან ესენი ძალაუფლებისთვის მებრძოლი ხალხია და სინდისის ბიჭები ვინც იჯდნენ ბოლომდე მოიხადეს ამ ბიჭებმა სასჯელი როდესაც იყო აი ეს 5 ივლისის მოვლენები როდესაც იყო ამ გეი პარადებთან და ამასთან დაკავშირებით და გამოვიდა ის ხალხი გარეთ პირიქით დაუმატეს ზემოდან სასჯელები არანაირი არ ყოფილა მოწყალება მათ მიმართ არ გაუგიათ ამ მდგომარეობაში არიან ახლა ეს ბიჭებიც არავინ მაგათი პატრონი არ არის ისინი მით უმეტეს ეწინააღმდეგებიან იმ ფეოდალურ რაღაცა მონოპოლისტურ კაპიტალისტურ დამპალ სისტემას რომელიც თავისთავად სამაგალითოდ დასჯის ამ ადამიანებს ეს მინდა წინასწარ ილუზიების გარეშე იცოდეს ყველამ რომ ამ ბიჭების მიმართ თავზე ხელის გადასვებას არავინ არ გამოიჩენს ესა დამპალი სისტემა რომელსაც უნდა ბრძოლა და რა თქმა უნდა ესენი მსხვერპლი არიან ამ ყველაფრის და საქმე რაში არის იცით ბატონო დავით აი მე მახსენდება ჭიათურაში ეს პირველი პროტესტი არ არის ჭიათურაში ადრეც იყო პროტესტი პერიოდულად ხდებოდა და მაშინ მთელი ჭიათურის მოსახლეობა მთელი ქალაქის მოსახლეობა მხარში ედგა მაღაროელებს და ახლა როდესაც თავისი ერთი ადგილის აწევა და გარეთ გამოსვლა ეზარება ეს ჩიჩილაკა იქნება თუ კალაძე იქნება თუ ვინ იქნება მაშინ კარგად მახსოვს როგორ იყვნენ კობახიძე და კალაძე გაქცეული ჭიათურაში და იქეთ ეხვეწებოდნენ ხალხს რომ ყველაფერი დაკმაყოფილდება ყველაფერი ოღონდო ახლაო დავთანხმდეთ ამ პირობებსო და მაშინ გაიტანეს ეს პროტესტი. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა წარმატებით იმუშავა ჭიათურაში, რომ ამ მაღაროელებს არანაირი ისეთი მხარდაჭერა არ ქონოდათ, როგორი მხარდაჭერაც ჰქონდათ ადრე. ამიტომ გამოიკვეთა ჯგუფი, დანარჩენი ხალხი ალბათ გააჩერეს, როგორც ხდება ეს პარტიული მოტივით და გამომდინარე აქედან დარჩა გარიყული ეს ადამიანები, პროტესტი ვერ მიაღწიეს თავის სამართალს ჭიათურაში და ახლა იმედი აქვს რომ თბილისში მაინც იქნება ვიღაცას მიაწვიდონ ხმა მაგრამ ჩვენ ახლა საზოგადოებასთან აგვაქვს საქმე რომელიც საზოგადოებაც იმდენად გაციებული არის მე სიმართლე გითხრათ არა მაქვს იმედი რომ თბილისში მოსახლეობა ამ ხალხის ტკივილს მიიტანს გულთან და 1-2000-3000 ადამიანი მაინც მოვა მაგრამ მეც ძალიან მიგვი სირმილე საერთოდ თბილისი არის არ ვიცი აბსოლუტურად არავინ არ აკითხავს ბიჭებს და ძალიან გულსატკენია ეს ხო დავით ახლა მე ახლა თბილისელი არა ვარ მაგრამ თბილისში მიცხოვრია კარგა ხანს და კარგად ვიცი თბილისი რაც არის და რაც იყო და თბილისელები ძალიან კარგად ვიცი როგორი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ მათ და როგორი დამოკიდებულება იყო მსგავსი რაღაცეების მიმართ როგორი მართლა თბილი ადამიანური ჩამოყალიბება სად გაქრა ეს ყველაფერი სად დაიკარგა იქ ყველაფერი როგორ არა მარტო თბილისი აღარ გავს თბილისი მთელი საქართველო აღარ გავს საქართველოს ის რაც გადაარჯულეს ქვეყანა, გადაარჯულეს ერი. აი გაივსო თბილისი უკვე ჯერ ისედაც ვიზუალურად რაც დაემგვანა ეს ქალაქი, რაც და კინაბეტონში ჩასმეს თავიდან ბოლომდე. ხო? მერე ქართველი აღარ დატოვეს. გავს ეს ინდუსებით, გავს ეს არაბებით, გავს ეს ჩინელებით, გავს ეს ირანელებით და სხვა რჯულის ხალხით. სხვას კი არაფერს არ აკეთებდა თემურლენგი თავის დროზე.
სხვას კი არაფერს არ აკეთებდა აღამ ახმად-ხანი, სხვას კი არაფერს არ აკეთებდა მუსტაფა ლალაფაშა, მურმანყრუ და ასე შემდეგ. მოდიოდნენ, წყვეტდნენ მოსახლეობას, ცვლიდნენ დემოგრაფიულ ბალანსს, ტოვებდნენ თავის ხალხს და მიდიოდნენ. დღეს ეს ყველაფერი ხდება სხვანაირად. დღეს ჩვენი ხელისუფლება ყრის საქართველოს მოსახლეობას იძულებით, იმიტომ რომ ისეთ სოციალურ უსამართლობაში აცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს, იძულებული არიან მათ დატოვონ საკუთარი სამშობლო, წავიდნენ და მათ ადგილებზე დაასახლონ არაბი, ინდუსი, ჩინელი და მე ზოგიერთ უკვირს რომ არაბები როდესაც ჩამოდიან საქართველოში, თავიანთ ტურისტებს უხსნიან რომ თბილისიო ჩვენი იყო, ადრე ჩვენი ქალაქი იყო. ამაში გასაკვირი არაფერი არაა, ყველა მიცის რომ 400 წელიწადი თბილისი ამირების ხელში იყო, სანამ აღმაშენებელმა არ გაანთავისუფლა. და ბარეული ვაი ქართველები ისე იყვნენ შეკრული ამ საემიროებთან, რომ საერთოდ ჰქონდათ დავიწყებული ქართველობა ასე და ნამუშევარი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენო კერძო ბიზნესიო არ ვერევითო, ვერ ჩავერევითო. გესმით, როგორ რა დონეზე იმართლებენ თავს. თუმცა ჩვენ ხელისუფლება მოვითხოვეთ რა ვალდებულებები აქვს კომპანიას აი ხალხის წინაშე და საერთოდ ამ ხელშეკრულებაში რა ვალდებულებები აქვს, ვერ ჩავიგდეთ ხელში. არ იძლევა ხელისუფლებას, დავით, ხელისუფლებას ხალხმა არ იცის რა არის დადევს ამ ხელშეკრულებაში. ხელისუფლებას ერთადერთი ვისთანაც არ აქვს ვალდებულება, ესაა ქართველი ერი. საქართველოს ერთთან აქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა მოხსნილი. თორე აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენთან, აბსოლუტურად ყველა ურჯულოსთან, ვინცაა საქართველოში ჩამოსული და დაპატრონებულია ქართულ ეროვნულ სიმდიდრეებს, ერის სიმდიდრეებს, აბსოლუტურად ყველას აქვს მიცემული გარანტიები იმისთვის, რომ ისინი რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ამაში ხელისუფლება ხელს არ შეუშლის. ძალიან კარგად ერეოდა, როცა ჭირდებოდა, როცა მხარდაჭერა იყო ხალხის, კალაძეც და ჩიჩილაკაც იქ. ძალიან კარგად, მაგრამ ახლა ხალხი არა. და ჩვენი უშიშროების სამსახური სხვას არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ეროვნული პროტესტი გაანულოს. ეროვნული განწყობები არ გაჩნდეს. იმიტომ ესაა მთავარი საშიშროება ამათთვის. მთავარი საშიშროება არის ქართველი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თulis რომ ეს ქვეყანა და ეს სამშობლო მისია და არა ამათი პარტიის. ამასთან აქვს ჩვენ ბატონო დავით საქმე. სხვასთან არაფერთან, ესაა პატრონ ყმური დამოკიდებულება. კი. ბატონ ყმურიც არა, იმიტომ რომ ბატონს მინიმუმ მისი ყმა ცოცხალი და ჯანმრთელი მაინც უნდა რომ მისი საქმე გაუკეთოს და ეს პატრონ ყმური დამოკიდებულება ეს კიდე სულ სხვა რაღაცაა. ამათ უნდათ რომ საერთოდ გაწყვიტონ ქართველები და ქართველების გაწყვეტილ ტერიტორიაზე მე შემოიყვანონ ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან მუშახელი და ეგრე კაცო გირჩი წამომჯდარია, ფეხი-ფეხზეა გადადებული და იძახის რომ ისო, რა ქვიაო, მეო ბედნიერი ვიქნებიო თუ საქართველოსიო ეთნიკურად ქართველი ადამიანი ცოტა დარჩება. ხო, სამაგიეროდ ეხლა ეს სოჭკი წეგან ტყიბულელი კაცი მელაპარაკებოდა, ესე იგი მთელი ტყიბული იყიდაო, ცხოვრობს როგორც აი მონარქი. სამაგიეროდ ეს სოჭკები და ესეთი ხალხი მდიდრდებიან. ხო, ეს ეგრეთ წოდებული ინვესტორია, ხო? ხო, კომპანიას ვინც ხელმძღვანელობს ახლა. ხო, კი, ჩვენ გვახსოვს ასეთი ადამიანები. ჩვენ ასეთი ადამიანები გვახსოვს, ბატონო დავით, ჯერ კიდე შევარდნაძის დროიდან მოყოლებულები. როგორ არ გვახსოვს? გვახსოვს ფადია ასლირუა მაგალითად აი ესეთი პერსონის სახით. რომელი პერსონაც, რა ვიცი, ლიბანიდან თუ რაღაციდან ჩამოვიდა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და იქცევა ისე, როგორც მურმანყრუ იქცეოდა საქართველოში. და როგორ შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ერს? რა შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართავს? არ მინდა უბრალოდ გავიმეორო. და მომჯდარია ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეებს. რა, ჩვენთვის ეს პირველი არის? პირველი არის ეს ჩარჩივაჭარი, ჩამოთრეული? არ ვიცი, აი ხელისუფლებას მე მინდა მივმართო, რა თქმა უნდა ეხლა ძალიან კარგად ისმენა ყველაფერს და მივმართო და თქვა რომ აი თუ ეს 4 ადამიანი, ეს მშრომელი მაღაროელები არ იქნებიან განთავისუფლებულები, ამას ჩვენ აღარ გადავყლაპავთ, ამას გადაყვება ეს რეჟიმი. ნამდვილად გადაყვება, იმიტომ რომ ამაზე უკან აღარავინ აღარ დავიხებთ. ბატონო დავით,
მე როდესაც ცოტა უხეშად მივმართავ ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ახლა მე ზოგი მეუბნება, რომ აი მაგალითად მოხუციაო, დედაჩემიო, მამაჩემიო, ბაბუაჩემი მივიდა მთავრობას ვიცახმაო კაცო. მე ამ ხალხზე კი არა მაქვს ლაპარაკი, მხარდამჭერები ვინც არიან, პროპაგანდისტები ვინც არიან, ვინც გამოხტებიან და აბა ბიძინამ გადაგვა არჩინა და აბა ესაა ჩვენი ღმერთი და აბა ბიძინამ ამ სამება აშენა და ეს შეპყრობილი დაავადებული ადამიანები. მე მინდა ამ ხალხს უთხრა, თქვენ შეგნებული მოღალატეები ხართ ყველა საკუთარი ქვეყნის. ყველა ქართული ოცნების გამправებელი, აქტიური მხარდამჭერი ეს არის შეგნებული მოღალატე საკუთარი ერის. ბიძინას ჯიბის სანაცვლოდ და საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ. დიდი ხანია მე ამ ხალხთან ტოლობის ნიშანი დავდები. იმიტომ რომ ამ ხალხში არაფერი არ არის დარჩენილი და უბრალოდ რა არის, ნაციონალურ მოძრაობასთან ანსხვავებს მხოლოდ და მხოლოდ სახელი. სახელი ანსხვავებს და ჯერჯერობით ის ცოცხი და დუბინკა გადადებული აქვს. როცა დაჭირდებათ იმ ცოცხლსაც და დუბინკასაც ამოიღებენ რა. ამიტომ ნუ ახდენთ საკუთარი სამშობლოს ღალატს. ნუ მონაწილეობთ ამ უბედურებაში. თუ არა ძალიან ცუდად მოუბრუნდება ეს თქვენ შვილებს და თქვენ შვილიშვილებს, თქვენი ნაჭამი ტყემალი შვილიშვილებს მოკვეთავს კბილებს. ამ პოლიტიკას არ უნდა რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. 90-იანი წლების საქართველოში 80-იანი წლების საქართველოში ვინმეს ჰქონდა წარმოდგენაში, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა და ქართველიერი ამ დღეში იქნებოდა ჩავარდნილი? ასე იქნებოდა ჩვენი ეროვნული სიმდიდრეები გაყიდული და ქართველი გაჭირვებული, გაღატაკებული მუშა ადამიანი, რომელსაც მუშაობის უფლებას არ აძლევენ, ასე შეერმწყურვალი იქნებოდა დამჯდარი და საკუთარ ხელისუფლებას დაუწყებდა თხოვნას, რომ ყურადღება მომაქციე ამ ჩამოსულმა ინვესტორმა სული ამომხადა. ვინმე შეეძლო ამის წარმოდგენა, ვინმე შეეძლო იმის წარმოდგენა, რომ 126 ლარად გაყიდი და ვინმე ნამოხვან ეს, მერე ის უკვის რომ მე მოღალატეები რატო უწოდი ამ ხალხს. მოღალატეები იყვნენ, აგერ ბატონი გია ბახტაძე არის უყურებს ჩვენ ლაივს და ერთად ვიმყოფებოდით მაშინ და იქ მარტო ორი მინისტრი არ იყო, მთელი მაგათი შემადგენლობა იყო თავიდან ბოლომდე და დიახ უწოდე, იმიტომ რომ ამას ქვია ღალატი. როდესაც შენი წინაპრები სისხლით მორწყულ მიწას 600 ჰექტარს 126 ლარად 99 წლით მიყიდი თურქს, შენ ხარ მოღალატე. და არ აქვს მნიშვნელობა ეს თურქი იქნება, რუსი იქნება, ამერიკელი იქნება, სომეხი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება და თუნდაც ქართველი იქნება. არავის არ აქვს იმის უფლება რომ სამშობლოს მიწა საკუთრებაში 99 წლით 600 ჰექტარი 126 ლარად მიითვისოს. ეგ ხალხი ცხოვრობს და ადამიანები ცხოვრობს იქ და მათია ის ყველაფერი. ავა მოღალატეების ხელში ვარ. მოკლედ მაღაროელების თემას ამით დავასრულებდი მე რომ თბილისელებს მოუწოდებ სოლიდარობა ისწავლონ და ნახეთ მეგობრებო წვიმა თუ ქარბუქია ეს ბიჭები ამ ბიჭებს აი კარვის საშუალებასაც არ აძლევენ რომ დადგან და შეაფარონ თავი ფეხზე დგანან მთელი დღე ამ წვიმაში და ერთი ადამიანი ვიმეორებ კანცელარიიდან არ ჩამოსულა ერთი ადამიანი ამდენი დღის განმავლობაში რომ ბიჭებს შეხვდნენ რა გიჭირთო. აი ეს მდგომარეობაა და ძალიან დიდი სიცხვილეა რომ თბილისი ესე თავი მათ ატარებს აი ამ დიდ იმას რა პრობლემას. ეს არ შეიძლება ნამდვილად. აი რა ბატონო დავით საქმე აქ მარტო ლაპარაკით არაფერი შეიცვლება არასდროსო და მართალი ხარ ძმაო გეთანხმები, მაგრამ არ საუბრობენ ეს ხალხი მარტო გუშინაც იყვნენ მისულები დღესაც იყვნენ მოიკითხეს ის ადამიანები, მაგრამ არა ჯერ ძალა ჩამოყალიბებული ქართველთა დიდი გაერთიანება იმხელა ძალა რომ შეძლოს ჯერჯერობით რაიმე ცვლილებების შეტანა ამ ყველაფერში და მანამდე ეს ქვეყანა მარტო ჩემი ბატონი დავითის და ერთეულების ხო არა სადა ეს ხალხი მუშინ ჩვენ რომ მოუწოდეთ რამდენიმე ადამიანი მოვიდა და მე მადლობას ვუხდი იმ ხალხს აი იმ წვიმაში იმ თავსხმაში მოვიდა ხალხი ქოლგებით და იმით რამოდენიმე ადამიანი ხო და დანარჩენი არა მე აქ უბრალოდ დიდ მასაზეა ლაპარაკი რომ ეს გულთან ამხელა ქალაქია გულთან უნდა მიიტანო ხვალ შეეხება ყველას ეს უსამართლობა უნდა იცოდნენ ბატონო დავით რაში არის იცით საქმე
მე არ ვიცი იქ რა ხდება, როგორ არის მაგათი სტრატეგიული კომიტეტის და დაგეგმარება ამ აქციების და ამ ყველაფრის როგორ ხდება და რანაირად იმართება, მაგრამ როდესაც ჭიათურაში მიმდინარეობდა აქცია და ცოტა მეტი ხალხი იყო, მაშინ კისრის ტეხით იყვნენ გაქცეული აქედან ზოგიერთი ვითომ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები. მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული კონსერვატორები. გამარჯობა ჭიათურა ყიროდენ და რაღაც მე ბიჭო უკვირთ იმის თქმა რომ რას ვერჩი თურმე არავის არაფერს არ ვერჩი თავს როდესაც დებ პოლიტიკოსობაზე ეროვნულობაზე სამშობლოს ბედიღმის მოფიქრებაზე ახლა ეს ხალხი მაგერაა ჩამოსული და მათ ხალხს გვერდში დგომა არავინ ამ ადამიანებს გვერდით არ უდგება და მე უკვირთ რომ რას ქვია შეიძლება ვინმე შენზე რაღაცა თქვას და იჯდნენ ახლა მაშინ და ყველა მასე იბჟუტუროს თავიანთ თემაში, რა ქვია, სტუდიებში და თავიანთ ლაივებში და არაფერი არ გააკეთონ ამ ხალხის დასახმარებლად. ამიტომ არის ეს ხალხი, ამ ხალხს უკრძალავენ ამ ყველაფერს და იქაც იმისთვის მიდიან საერთოდ იქაც იმისთვის მიდიან. მე ძალიან კარგად ვიცი, რისთვის დადიან ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები და ეგრეთ წოდებული NGO სექტორი ესეთ აქციებზე. ძალიან კარგად ვიცი, მოხარშულად ვიცი ამათი სისტემა. აი, გინდათ ის ხალხი სადაა ერთი ნამოხვახესთან დაკავშირებით რომ მესია ყავდათ გამოჩეკილი ამ მესიას არ აინტერესებს ახლა ეს პრობლემები ხო და როგორ დაიყვანეს ის უზარმაზარი მუხტი და როგორ გააქრეს თანდათან და გაანულეს ასე მოხდა ზუსტად ჭიათურაში ესენი ჩემო ერმილ ესენი ჩადიან რა თქმა უნდა იცი ახლა შენ პარტიები არიან და ჩადიან რომ ხოლმე პოლიტიკური ქულები დაიწერონ ახლა წელს არჩევნები მოდის ადგილობრივი და ყველა თავისას ცდილობს ახლა რაღაცას მიაღწიონ რომ შედურენ ისევ იმებში საკრებულოებში და ასე შემდეგ. მე მინდა ამ ხალხს გაუცხადო რომ არავით არის ადგილობრივი არჩევნებში ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა აი ამ ფარში აღარ მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ ვიქნებით ძალიან დიდი წინააღმდეგები. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საარჩევნო კანონი შევაცვლოთ ძალისხმევით და ისეთი საარჩევნო კანონი იქნება და ისეთი ლეგიტიმური არჩევნები დაინიშნება რომ ბოლოს და ბოლოს ქართველ ხალხს შეეძლოს აირჩიოს ის ხალხი ვინც არის მართლა მათი ღირსეული წარმომადგენელი და უნდა დამთავრდეს ეს აი ამ ერთი და იგივე 30 წლიანი ეს კლოუნადა და ეს ქვეყნის გამყიდველების თარეში იმაში. ყველგან ესენი არიან პარლამენტში, მთავრობაში, საკრებულოებში, ყველგან ერს ვინც ეზიზღება და ეჯავრება, აი სწორედ ისინი არიან დაწყებული დაბალი თანამდებობიდან დამთავრებული მაღალ თანამდებობაზე. და ამას დავასრულებთ ქართველებს. ახლა ერთ სიტყვი და დავასრულებ. ვიყოთ რეალისტები, იმას რასაც თქვენ ბრძანებთ, ის რა ჩვენი სურვილია, ეს ძალიან რთულად შესასრულებელი საქმე არის და საბრძოლველი არის. როდესაც იქნება ეს ყველაფერი და მანამდე ჭიათურლებს და სხვა ხალხს კიდე მინდა მოუწოდო, აბა თქვენ იცით, ბიჭებო, ახლა არჩევნები რო ჩატარდება, შეიძლება უგუღმა გაიგოთ და ნათქვამი უფრო გაიგოთ, მიდით არჩევნებზე და 41 მოხაზეთ 3 ჯერ, ან 41 ჯერ. და მიეცით ხმა ისევეს იმ გველეშაპებს და იმ სისხლის მწოველებს, რომლებმაც აი ამ დღემდე მიიყვანეს სრულიად საქართველო, თქვენი ქალაქი, თქვენი ძმები, თქვენი დები, თქვენი მეზობლები, თქვენი ბიძაშვილები, თქვენი ნათესავები და აი ახლა ქუჩაში არიან გაშიმშილებული, გაზვატყავებული ხალხი და კაციშვილი არ გამოდის და გვერდით არავინ. თქვენ ხმა მიეცით, იმიტომ რომ კიდე გემრიელად იჯდნენ სკამზე და გაგსრუებულად მოღუნონ ფულები ჩაიდონ ჯიბეში და გააგზავნონ ასე ცხოვრება და დაქცინონ. მე და ჩაგაფურთხონ სულში. აბა თქვენ იცით, ველოდები მაქსიმალურად რამდენად დიდ ხმას აიღებს ქართული ოცნება იმაში ჭიათურაში. აბა თქვენ იცით. იმერელი ეხლა ერმილე მინდა შევეხო ახლოვდება ეხლა 16-17 რიცხვი როდესაც აი ეს სავიზო პოლიტიკა იცვლება და 17 სახელმწიფოს შენიც ეს თემა მიეცემა 17 სახელმწიფო ძირითადად ისლამური სახელმწიფოებია საშუალება რომ უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოში და ერთი წლის განმავლობაში მათ ეკნებათ ამის უფლება, მე რა ერთი დღით გადავლენ, ისევ შემოვლენ და ასე შემდეგ.
აქ არის ისეთი სახელმწიფოები, აი ტერორისტული სახელმწიფოები, ნუ რავი ახლა რამდენია ხო ეს ავღანეთი, სომალი და ასე შემდეგ. ბანგლადეში 200 მილიონიანი ქვეყანა წარმოიდგინეთ და აბსოლუტურად ამათ რო უვიზო იმას გაუხსნი შენ რეჟიმს რა მდგომარეობაში ჩავარდება ჯერ ისედაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქართველიერი როგორი მდგომარეობა დემოგრაფიულად იცი დინ დააკავებს ამ ხალხს და საერთოდ აუტანელი გახდება აქ ცხოვრება ეს არის ის რომ საქართველოში ქართველ მეერმა დაკარგოს უმრავლესობა და დაკარგოს თავის სახელმწიფო ჩვენ ამაზე რა ვიცი ახლა გვექნება ძალიან მკაცრი ის მაგრამ ახაც ბუნებრივია დაგჭირდება ხალხის თანადგომა და ოჯახის სიწმინდის დღეს 17 მაისს ჩვენ ვიყავით პირადად მე ვიყავი მერიაში ავიღე ნებართვა რომ 12 საათიდან 15 საათამდე კანცელარიის წინ ქართველთა დიდი გაერთიანება გავმართავთ იქ აქციას და აი აქ დაგჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართული ხალხისა აქ გაეცნობით ყველაფერს და გავაპროტესტებთ აბსოლუტურად ყველაფერს ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის ჩვენ არაფერი არ აქვს ამ ქვეყანაში დასამალი ჩვენ ვერ დაუთმოთ ვერავის ამ ქვეყანას ვერც ქართულ ოცნებას ვერც ნაციონალურ მოძრაობას აი ამ გამყიდველებს რომლებიც ისეთ რაღაცებზე აწერენ ხელს რომ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა დადგება სასწორზე და არც სასწორზე მეგობრებო ეს იქნება ქვეყნის დასასრული ამიტომ კარგად უნდა გაიგოს ყოველმა ქართველმა რა ემუქრება მას და რა გამყიდველი მთავრობაა ეს რა გამყიდველი რეჟიმია აი ამიტომ გეუბნებით ყოველთვის და ამიტომ გეუბნეოდით ყოველთვის 92 წლიდან როდესაც დამხობილი იქნა კანონიერი ხელისუფლება ზვიად გამსახურდა ხელისუფლება მას შემდეგ არის გარედან დასმული მთავრობები და ასრულებენ სწორედ გარედან რა შეკვეთებსაც აძლევენ ეხლა თქვენ გააგრძელებთ ერმილი აი ეს არის ძალიან ძიმე თემაა დედაღამი ბატონ დავით ახლა ერთ დავამატებდი კიდევ ისეთ სახელმწიფოებსაც გაუხსნეს მისეს უვიზო რეჟიმი რომელთაც აღიარებული აქვს აფხაზეთ და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა კი ბატონო სირიის მოქალაქეები კი ბატონო სირიის მოქალაქეები ბატონო დავით ახლა მე მაგ საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვა თქვა ცოტა ესეთი მრავალმხრივი თემა არის და ასევე მინდა 17 მაისს რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეთ დააწესა საპატრიარქომ და პატრიარქმა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ორი სიტყვა თქვა და სხვათა შორის მაღაროელების ამბავთან დაკავშირებითაც კაცო ჯერ ერთი რომელ ქვეყნებზე არის საუბარი საუბარი არის ქვეყნებზე მაგალითად ბანგლადეში ახსენეთ ბანგლადეში ქვეყანა სადაც არ არსებობს მოძრაობის წესები ოფიციალურად არ არსებობს ისეთი ქვეყანა სადაც მოძრაობის წესები არ არსებობს ვის როგორც უნდა მანქანა ისე დაყავს ავარიები ყოველ წამწუთას და სადაც სხვათა შორის ვირთხებს წვავენ ტოტალური შიმშილის დასამარცხებლად აი ასეთი ქვეყანა არის ბანგლადეში რომლის მოქალაქეებსაც არ ვიცი 200 მილიონია კაცო ხო მოსახლეობა ამიტომ არის რომ ვირთხების შეწვა ვირთხების და კვება ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასე რომ ვთქვათ იარაღი შიმშილთან წინააღმდეგ საბრძოლველად ამ ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში უვიზოთ ხო როგორც ამბობენ კი ავღანეთი ნუ ავღანეთს დიდი წარდგენა არ ჭირდება და მინდა უთხრა საზოგადოებას ის რომ მონღოლების შემოსევის შემდეგ ქართველი არ ვიცი რა წყევლა გვაქვს ასეთი დადებული ქართველებს მონღოლებთან ერთად იქნებოდა ირანელებთან ერთად იქნებოდა საბჭოთა ჯართან ერთად იქნებოდა ამერიკელებთან ერთად იქნებოდა საუკუნეების მანძილზე ქართველები რატო ღვიდით სისხლს ავღანეთში ავღანელებისას როდესაც ავღანეთი ჩვენთან არასდროს არ მოსულა დასაბრობად ამიტომ აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა კი არა ეს ჭრილობები არავის იმით უმეტეს ისინი ამას არ ივიწყებენ
არ ივიწყებენ ამ ყველაფერს და კარს უხსნიან ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ ხალხსაც საქართველოს და ქართველების მიმართ სისხლის წყურვილი აქვთ. სისხლის წყურვილი აქვს, შურისძიების მოდოლა ქვია მაგათ ენაზე შურისძიებას, რომ ქართველების მიმართ შური იძიონ. აღარაფერს ვამბობ სირიაზე. სირია ქვეყანა, რომელიც, ავიცი, ახლაც ვინც ხავს პრეზიდენტი სათავეში, აგერ ტრამპი რო ჩავიდა და ჩაეხუტა ათასობით ადამიანის სისხლში რო აქვს ხელები გაბანილი, მაგათ პრეზიდენტს აღიარებული არის აფხაზეთის სამაჩაბლო და ასევე აგერ სულ ახლა ხანს ალავიტების და ქრისტიანების ქუჩაში დახრეტა რო მიმდინარეობდა. სომალზე ზედმეტია ლაპარაკი. ეს არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც რომ მეკობრეები იყვნენ და გემებს იტაცებდნენ და ათასუბედურებას ახდენენ. ახლა თუ ეს ყველაფერი არ არის ქართველი ერის, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის გადასაჯიშებლად, გადასაგვარებლად შემოღებული, მაშინ ამიხსნას ვინმე რა გვაკავშირებს ჩვენ ამ ქვეყნებთან სარწმუნოება, ტრადიციული კულტურული ურთიერთობები, სისხლით ნათესაობა, თუ რა გვაკავშირებს? რატო იხსნება კარებები მათთვის? რა აუცილებლობა მოიტანა ეს? კი ბატონო. ახლა რა შეეხება აი ამ 17 მაისის თემასთან დაკავშირებით, რომელზეც ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი არის, რომ იქ შეკრების და მანიფესტაციების კანონთან დაკავშირებით იქნება ქართველთა გაერთიანება და იქნება ლიცენზია. ძალიან გონივრული ნაბიჯი არის, იმიტომ რომ რატომღაც ეს რუსთაველი და ეს მიისაკუთრეს, არ ვიცი, ამ ურჯულო ხალხმა და ბოლო-ბოლო რამე რომ მოხდეს იქ სანქცირებული მაინც იქნება აქცია გამართული. და მე მინდა მოვუწოდო სასულიერო პირებს, ბატონ დავით, ეს ჩემი აზრი არის. მე არავის არ გვახურა. მე ჩემი დამოკიდებულება გამაჩნია საპატრიარქოს მიმართ, ინდივიდი ვარ, ადამიანი ვარ, ჩემი თავისუფალი პირადი ადამიანური აზრი მაქვს. საპატრიარქოსაც, პატრიარქის მიმართაც, რწმენის მიმართაც, ყველაფრის მიმართ მაქვს ჩემი დამოკიდებულება. როგორც ადამიანს და როგორც ინდივიდს. და მინდა უთხრა ამ ხალხს, ვინც ახლა გამოიყვანენ ქუჩაში ამ ადამიანებს, იქნება ჩაცმულ დახურული ჩოხა-ახალუხებში, ბავშვები რაღაცა შარშანაც რო იყო და როგორც ტარდება, ყოველწლიურად მეც მიმიღია მონაწილეობა ამ ყველაფერში, ძალიან კარგი. მაგრამ თქვენ კაი დედმამიშვილებო, ამ ხალხს ერთ სიტყვას რატო არ ეუბნება არც ერთი ქრისტიანი მღვდელი, რომ ეს უსამართლობა ხდება ქვეყანაში. ასეთი უბედურება ხდება და აქ რო გაივლი ამ რუსაველის ქუჩაზე. მოდით დადეკი და ორი სიტყვა აქაც თქვი. უსამართლოდ დაკავებული პატიმრები, უსამართლოდ გაშიმშილებული, გაძვალტყავებული ხალხი, რომელიც ჩამოსულია წყნამთასიქედან და შიმშილობს აგერ შენი ქართველი ქრისტიანი. აგერ ურჯულოებისთვის მოღებული კარები, გადამთიელები, რომელსაც ასე ჰაიჰარალეზე უშვებენ. რომელიმე სასულიერო პირმა არ უნდა გააკეთოს ამ ყველაფრის მხარდაჭერა? თუ ეს პოლიტიკაა და პოლიტიკაში არ ერევიან, რა ვიცი, მაღაროელების თემაზე ძალიან კარგად ერეოდა ის მამაო და ეს მამაო და ყველა მიტინგებზე დარბიან, რომ ვინ გეკითხება, კაცო, შენ სამოგიმო, მაშინ არა პოლიტიკაში ჩარება, რომ მივიდე და იქ თავს უქონავდა იმ ხალხს, რა ქვია? დანიელი თუ რა ერქვა იმას? კი, მაგას მე შევეხედე ახლა, კი. ხო და მარტო ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. 1, 2, 3 ამას ჭირდება და ლეგიტიმური მხარდაჭერა ჭირდება ქართველ ერს ჭირდება ლეგიტიმური მხარდაჭერა ეკლესიიდან და საპატრიარქოდან. ქართულ ოცნებას და ბიძინაივანიშვილს კი არ უნდა მხარდაჭერა ლოცვებში რო იხსენიებენ. ერს უნდა მხარდაჭერა, მე მაგათი მხარდაჭერილი სიმართლე გითხრა და ბატონ დავით არაფერი არ მახსოვს. საწინააღმდეგოდ ყველაფერი მახსოვს. ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით დაწყებული, დამთავრებული აგერ გაგრძელებული გრაჩოვების და იმათი ნატყლობებით, შევარდნაძის და ამათი და მერე სააკაშვილის რეჟიმის მფარველობა იქნებოდა თუ ამისი რა ქვია ამ ჭორვილელი მაიმუნის თვანდურობა. აი ამაში ხონდა ახლა მე რა
მილიონამდე გაეზარდა შემოსავალი და მე ძალიან მეეჭვება რომ ისინი ამაზე ხმას ამოიღებენ. აი თქვენ ახსენეთ მეუფე დანიელი და მეუფე დანიელი მივიდა იქ კიატურა საჩხერის მეუფე ამ მოშიმშილეებთან და წარუდგინა ისეთი აი რა წარუდგინა იცით ესეთი პირდაპირ დარიგებული იყო ხელისუფლებიდან უშიშროებიდან რა უნდა შეეთავაზებინა. მოდი ჯერ დათანხმდითო, აი რაც ხალხის გათიშვას ემსახურება, ნაწილმა დაიწყეთო მუშაობაო, ეს მე 3600 ეკითხება. ხო, 3600 კაცი და 200 კაცი დაიწყეს მუშაობას და მერე თანდათანო მოლაპარაკების იმაში ვიყოთ რეჟიმში რომ არ გაიქცესო ინვესტორიო. აი ეს მეუფე ეს აი მე ვიცი მეუფის წარმომავლობა ყველაფერი მისი საგმირო საქმეები და რატო არ ჩამოვიდა ეხლა და ბიჭები რო შიმშილობენ და იქ იმაში დგანან და რატო არ ამხნევებს ეს ის მეუფეა ჩამოვიდე ეს ის მეუფეა მაგმევინე ეს ის მეუფეა რომელიც 7 იანვარს ბანკეტზე თამადობდა ზვიად გამსახურდიას დამხობას ბანკეტზე თამადობდა აი დანიელ თამადობა ბატონო კაი თამადობა ცოდნია კარგი თამადობა ცოდნია კი და აი ეს არის ზუსტად ღალატი აი იქიდან დაიწყო მთელი ქვეყნის დაქცევა და უბედურობა და ნუ იტყვიო აი რა შენ განიკითხავ განკითხვა და ჯერ მხილება უნდა ისავლოს ხალხმა და მე ქრისტე შეიცნობს ისე განკითხვა არის როდესაც ფიზიკურად იღებ ხელს იმაზე ფიზიკურად როდესაც ჯიდა ხილება არის როდესაც ამბობ რომ აი ეს არ უნდა ასე არ უნდა გაკეთებულიყო და თელი ქრისტეს ცხოვრება არის მხილება თელი ეს წმინდა სინოდი და საერთოდ ეს სინოდიალური ეს წყობა არის საბჭოთა კავშირიდან მახინჯის სისტემა გადმოღებული არის 45 მეუფეა მგონი და რაღაცა მონარქია სახელმწიფოში ყველა მეუფეს თავისი ტერიტორიები აქვს ნაკრძალები აქვს მილიონერები არიან როგორ შეიძლება ეს თავიდან მაშინ როდესაც მართლა გავდა რაღაცა საპატრიარქო იყო საკათალიკოსთა საბჭო და სწორედ ამისთვის იბრძოდა ზვიად გამსახურდია რომ საეკლესიო სასამართლო ამდგარიყო და ქვეყანა მიცია თვითონ იცია რომ პედერასტები არიან სასულიერო პირები მეუფეებმა იციან ეს ყველაფერი და არავინ ხმას არ იღებს იქ გარყვნეს თელი ეკლესია წაბილწეს თელი ეკლესია და ნუ საქმე რაშია რატო არ ადიან იქ მოშიმშილეებთან რატო არ ჩადიან ჭიათურაში თელი რეგიონი რომ მოკვდება 3600 კაც რო გააჭერებ უმუშევარ დატოვებ ვეღარც მაღაზია იმუშავებს იქ ვეღარაფერი უნდა დაიცალოს ეს ხალხი და მერე შეიყვანონ არაბები ეს ავღანელები სომალელები და ისინი არა რომელი ახლა არაბები ვერ იყიდიან ამისთანაც ვიფას ადგილებს ბატონო დავით ჩვენ საერთოდ ნახევრად სიმართლე არ არსებობს სიმართლე ან არის სიმართლე ან ნახევრად სიმართლე ტყუილზე უარესია ბევრად ყველაფერი ესენი და ყველა ეს ხალხი და ყველაფერი ეს რაც ხდება არის ერთადერთი მიზნით გაკეთებული ქართველი ერის გასატეხად ქართველი ერის დასაჩმორებლად ქართველი ერის ტვინის ასარევად და საქართველოს გადასაშენებლად აი უდიდესი ძალა გააჩნია ამ ყველაფერში ანაფორიან მხედრიონელებს შავ სამყაროში რა ქვია ქართული ოცნების აქტივისტები რო არიან და არჩევნები რომ მოდის და ხმა მიეცითო იმასო რა ქვიაო არ ვიცი შავ სამყაროში ცხოვრება ასეთი კაცო მე მეგობრები ყველგან ამყავს და არიან ისინი არასდროს პოლიტიკაში არ გარეული კაცო ყველას თავისი ცხოვრება რა შავ სამყაროს წარმოადგენელი საქმეა არჩევნებზე ვინ მიცემს ვის ხმას ვერ ხვდები არა საპატრიარქოს ამბავი ისე ერთ მხრივ თუ არ შეიძლება ჩარევა პოლიტიკაში მეორე მხრივ რატო შეიძლება ვერ დაეტევი შენ ყავში და ეს ყველაფერი საერთო ჯამში არის ქართველი ერის გენოციდისთვის მოწყობილი და ვისაც უნდა ეს მონური აზროვნების გვირგვინი ედგას თავზე იყოს ბატონო და ელოდოს თავისი მამაო სანამ ეთქვის ამ ყველაფერს
ნორმალური სასულიერო პირები, ვაჟკაცი ხალხი ყველაფერს ხვდებიან. ახლა მაგათმა რო იციან, ჩვენ ქვეყანაში ხდებიან, იმდენ ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ახსარებებით, ინფორმაციებით, ამით, იმით, ყველაფრით ინფორმირებულები არიან. არა ძმა, უნდათ ეს ჯიპიანი ცხოვრება, კაი ცხოვრება, მაგაში ხდება ფული. ამიტომ მე ძალიან ებათ მწყრალად უყურებ მაგ საკითხს, რომ მაგენი რამეს გააკეთებენ. გამორიცხულია. აი წევა ნახსენე რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს გამოვლენო ჩოხები თუ რა ეს კი გამოიყვანებენ იზეიმებენ აი ოჯახის სიწმინდის დღეს და ასე შემდეგ მაგრამ ბჭო თუ ქართული ოჯახები აღარ გექნება და ყველას გასაქცევად გაუხდია საქმე და თუ აქ სომალელსა და ავღანელებს შემომიყვან რომელ სიწმინდეზე გაიქნება საუბარი ალბათ მერე სომალელს და ავღანელს მონათლავენ ქრისტიანად და დიდმადლში ჩევიდგით ფეხიო და გავაქრისტიანეთ მუსულმანიო ამას იტყვია უამრავი სხვათა შორის ირანელი ვნახე მე საქართველოში რომელმაც ვითომდა ქრისტიანობა მიიღო იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და შემომბარებოდა და მე აიღო ესაბუთი და ვისაც წავიდა და როგორ წავიდა და რა გააკეთა საქართველოში ეს ცალკე თემა არის. ფეხებზე კიდია თამათ ხალხი და მოღალატეები არიან პირველები. ახლა ვინმე გამოვა და დამიწყებს იმის ლაპარაკს ჯაღმაიძე, იგი რა ქვია, რომელმაც კაცმა პირდაპირ დავით გარეჯიდან დაკავშირებით განაცხადა, რომ დავით გარეჯიო საქართველოს არაო, იგი აზერბაიჯანს ეკუთვნისო და აქეთ ხალხს აბოლებდა და სოკარის ფულებზე იჯდა, ეროვნულ საქმეს გააკეთებს რამეს? მისი ბუნაგი ასე ქვია მის ფირმას რომელიც წიგნების ბეჭდას ახორციელებს და მისი შვილი ყავს ჩაყენებული იმაში აი რომელ სფეროს არ გინდა შეხედო ადამიანმა ყველგან ეშმაკი არის ჩასაფრებული აი ყველგან ეშმაკი არის და ყველას აბსოლუტურად ყველას მთავარი ამოსავალი წერტილი არის საქართველოს და ქართველიერის მტრობა აი ესა მოკლედ ეხლა ერთ თემასაც შევეხები და ბოლოსკენ წავიდით. არ მინდა დიდხანს შევაწუხო ხალხი. ესე იგი, ფონდის თემა აინტერესებს ბევრს და ვერ გავაკეთეთ ჯერჯერობით. ჩვენ გვეხმარება იურისტი კახა კუკავა. მაჩვენა ტექსტიც უკვე შეიტანა საჩივარი. და მე ვკითხე უბრალოდ რამდენ ხანს შეიძლება გაიწელოს ეს და შეიძლება ერთი თვეც გაიწილოსო და ესეთი სიტუაციაა. ნუ ეხლა სხვა რაღაცა ვარიანტების მირჩია მანამდე რაღაც სხვა ვარიანტები შეიძლება მოიძებნოს რომ სხვა რაღაცა გავაკეთოთ. მაგრამ აი ასეთნაირად გვებძვის, ყველანაირად გვებძვის ხელისუფლება რომ ქართველების გაერთიანება ვერ მოხდეს, ელემენტარულად სამოძრაო ფული არ აქონდეს რომ ჩავიდეთ თქვა ბათუმში, ქუთაისში და ჩვენი თანამოაზრეები და შევკნათ გაერთიანებები, ყველანაირად გვიშლიან ხელს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ აი მოვა შემოდგომა, მოვა არჩევნები და ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევთ. ჩვენ მაგალითად ყველანაირად შევეცდებით, რომ ემყალბი არჩევნებში ქართველმა ხალხმა მონაწილეობა არ მიიღოს და ჩავშალოთ ეს სიყალბე. აი შენი აზრიც მაინტერესებს. დავით რაშია საქმე ეცეთ აი ჯერერთმა ქალბატონმა დაწერა რაღაცა მას გვასწავლის რა ქვია რომ ყველაფერს რომ მოედებითო ეკლესიას როგორ დანებეთ ამ ეკლესიას თავი რა იმ ეკლესიაში მინაგინებს ვერ გავიგე ეკლესია ჩერდებოდა თქვა კომუნისტები დროს ამხელა ნიშნულობის ყინწვისის ტაძარი აღვადგინე ამათ რომ პარტიული მანდატები ერდოთ და ტკბილად რო ეძინათ სახშია მოსკოვიდან ავიღე ამის ნებართვა და ჩემი ამოქმედებულია ის ეკლესია და ამათ უყვართ ეხლა ჩემზე ძალიან ის ეკლესია დამოქმედებლობა მინდა რომ პასუხი გავცე რა ქალბატონო თქვენ ეთყობა ძალიან ის მითახართ რა ქვია ქოცური იმით დაავადებული სინდრომით რადგანაც აი ესე გველაპარაკებით და თქვენს ლიდერს აქ ძალიან კარგი ანეკდოტი ნათქვამი. შედი ქალო ბუტკაშიო და შემბრძანდით რა და გვაყენეთ. მოგვაწავლით ჭკუას რა ვილაპარაკოთ და რა არა. რაც შეეხება ბატონ დავით მეც მინდა ასევე აუდიტორიას მიმართო ბევრი წერილი მომივიდა რომ აქ ემიგრაციაში როგორ დაგიკავშირდეთ რაღაც. მე თვითონ არა ვარ ჯერჯერობით იმ სიტუაციაში რომ მოვახდინო ამ ყველაფრის აღრიცხვა და აუცილებლად გამოვაცხადებ, აუცილებლად მოვაწვდით ყველაფერს და აუცილებლად ემიგრაციაში მყოფით ქართველთა დიდი გაერთიანების
მომხრეებს აუცილებლად შევკრავთ და შევიკრებით, მაგრამ არა მაქვს უბრალოდ ისეთი სიტუაცია ახლა რომ დავждდი და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმუშავოთ ასე ზერელეთ არ მინდა საუბარი აუცილებლად დაგიკავშირდებით მე ერთი ჩვეულებრივი თქვენაერი ქართველი ვარ რომელიც საზღვარგარეთ ისე იმყოფებით როგორც მე და არაფერი განსხვავებული სიტუაცია არა დაიხმარე ერმილე კარგი ქართველები დაიხმარე და სხვებიც მოგეხმარება დავით მე ვიცი მე თავშივე იმიტომ გითხარით ჩემი სიტუაცია რომ მე თვითონ სანამ არ დაულაგდებით ამ საქმეს ზერელით ვერ მოგიდებ სერიოზულად სანამ არ შემეძლება ამ საქმეს ხელის მოკიდება ამამდე ვერ მოახერხებ და დავიხმარ აუცილებლად ყველაფერი და რაც შეეხება ერთი რაღაცა არის ახლა ამათ საერთოდ ძალიან ისა აქვთ ბატონ დავით ერთი ძალიან განვითარებული გრძნობა გააჩნიათ როგორც მეძებარი ძაღლი აი სადღაც 7 კილომეტრიდან რო იკრავს სუნს ისე გრძნობენ სუნს თუ რა ძალა შეიძლება შეიკრას რომელმაც ამათ მართლობას და ამათ ბედნიერებას ხელი შეუშალო ძალა რომელიც მათ მიერ არ კონტროლდება ძალა რომელიც ინტერესშიც არ არის სკამი და თანამდებობა და არის სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ისინი ახლა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ არც ფონდი დაარეგისტრირონ არც რა საერთოდ რო ქუჩაში არ დაიწყონ ჩვენი თანამოაზრეების და თანამებრძოლების დაჭერა და დახვრეტა და რა გარანტია ესენი ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ჩვენი უბრალოდ მე ვფიქრობ ჩვენი მთავარი მისია არის რომ ქართველი ერის 4-5% და ეს არ არის პატარა ძალა, ეს არის უზარმაზარი ძალა, რომელიც არის დაახლოებით 200,000-300,000 ქართველი შევკრათ ერთ მუშტად, რომელიც ამ დამპალ სისტემას არათუ იგნორს გაუკეთებს არჩევნებზე, დაანგრევს. აი ეს არის ჩვენი ამოცანა. დანარჩენი თანამდებობები და სკამები და პარლამენტები და დეპუტატობა და კაი ცხოვრება და ეს იმ რეგვენებისთვისაა გამოწერილი, რომლებსაც გონიათ რომ მივა ახლა არჩევნებზე ამას მოხაზავს და მეორე დღიდან შეიძლება ცხოვრება. ხაზავთ აგერ 34 წელიწადია დადიხართ არჩევნებზე რა შედეგიც არ აქვს, ყველა ხდება უარესი და უბრძოლველად არაფერი არ მომდის. ვისაც აქვს ბრძოლის სურვილი და იცის რისთვის უნდა იბრძოლოს, აი იმ ხალხის გაერთიანებაზეა ჩვენთან საუბარი. ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო ბუნებრივად. თუ არა რო ახლა ქვეყნის ბედი არ გადარდებდეთ ან თქვენ ან მე ბატონმა დემურმა თქვა მისი არ იყოს აგერ ამერიკაში მყავსო კაცო შვილები კაი ცხოვრება ადგე წავიდოდი იქეთასო აგერა ვარ კაცო ამ შუა ევროპაში ვარ აგერ მეც და რა ძალამადგია ერთი რაზე ვიშლი ნერვებს სიცოცხლეს ვიმცირებ ყოველი ვიდეო ლაივის ჩაწერა იქნება თუ რა იქნება ნერვიულობის და ნერვოზის მეტი რა სიკეთე მოაქვს ამას ჩემთვის ყველას ნაცს უნდა ეჭხუბო ქოც უნდა ეჭხუბო გირშს უნდა ეჭხუბო ენჯელს უნდა ეჭხუბო ამ ფსევდო მორწმუნეებს თალკე ამ კონსერვებს თალკე ყველას უნდა ეჭხუბო იმისთვის რომ შენი ეროვნული ინტერესი რაღაცა თქვა და დააფიქსირო და რაღაცა მიუთითო ხალხს რო არ მადარდებდეს და რო არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა რა ძალამა დგას აი რა ძალამა დგას არაფერი მე პირადად არაფერი ხო ამე მივხედავ ჩემ ცხოვრებას რა ვიცი აი ცხოვრება პირს არავის არ დაწვავს არ მინდა ადამიანი ერთხელ მოდის და ერთხელ კვდება ამ ცხოვრებაში და მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა არ გადაშენდეს და არ გადაგვარდეს და ისაც გინდათ ბატონო გაბრწყინებული იბერია აგე რა ბოლოჟამის პატრიარქთან ერთად და ბოლოჟამის საპატრიარქოსთან ერთად წინდება იბერია წინდება მაგრამ ვერ გაბრწყინდა ჯერჯერობით და შენ დაჯექით და ილოცეთ ჩვენთან ახლა ამ გაერთიანებაში უკვე რეგისტრირებული არის 1000 კაცზე მეტი ესეც აი ამ მოკლე დროში მაგრამ ჩვენ ჯერ არ გავსულვართ არსად რეგიონში ამის შემდეგ დაიწყება ყველაფერი იქით აკვირიდან 17 მაისის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ უკვე რეგიონებში ჩასვლას ძალიან ბევრი უჩვენეს ხალხი გველოდება უჩვენესზე უჩვენეს ხალხი არის რომლებიც გველოდებიან და დავიწყებთ ალბათ ქუთაისში და ბათუმიდან და ყველგან ჩავალთ აბსოლუტურად ეს იქნება ძალიან ძლიერი ძალა მომჯერავს დიახ თარველი
ვერ გავიგე რაღაც გლახათის მოდა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი თქო. ხო, რა თქმა უნდა, ამინ, ამინ. ხო და მოკლედ ბოლოსკენ წავიდეთ ერმილე და მე მინდა მაინც ისევ აი ამ 17 მაისის აქცია შევეხო, ეს იქნება ჩვენი ასე ვთქვათ ქართველთა გაერთიანების პირველი სერიოზული გამოსვლა და მე ყველას მოუწოდებ ძალიან სერიოზული თემებია ეს რომ ამხელა მიგრანტთა შემოსვლა იგეგმება და თუ არა ოჯახის სიწმინდის დღეს როდესღა უნდა ამოვიღოთ ხმა როდესღა უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ხალხს დარწმუნებული ვარ გამოვა ხალხი და მე მოუწოდებ რომ რაც შეიძლება ბევრი პატრიოტი და მამულიშვილი მოვიდეს იქ პარლამენტის წინ 12 საათიდან 3 საათამდე ჩვენ გვექნება იქ აქცია. მეც მოუწოდებდი ვინც საქართველოში არის ვინც ისმენს ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარული იწყება ოჯახიდან. თუ ადამიანს მისი ოჯახი არ უყვარს იმას ვერანაირად ვერ ეყვარება სამშობლო და თუ ადამიანს მისი ოჯახი უყვარს არ შეიძლება რომ მისი სამშობლოდან გაიმიჯნოს სამშობლოს ბედიდან. ამიტომ ვინც ოჯახის მოყვარულები ხართ, ვისაც ქართული, მართლმადიდებლური, ქრისტიანული ოჯახის შვილები ხართ და გაივლით იქ, დაინტერესდეთ თქვენი ერის ბედით და მიიღეთ თქვენი მცირედი მონაწილეობა მაინც მიიღეთ ამ ყველაფერში. მე ამას მოგიწოდებდით და ვისურვებდით, თუმცა ეს ისეთი საქმეა, ძალას ვერავის ვერ დაატან. ვისაც არ უნდა, ის ნაბიჯს არ გადადგამს მაინც. ძალით ვერავის ვერაფერს ვერ შეაყვარებ და ძალით სამშობლოსთვის ვერავის ვერ აღბრძოლებ კიდე რა. მოკლედ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებდი სასულიერო პირებს მიაკითხონ ბიჭები 19 დღეა შიმშილობენ კანცელარიის წინ და მოუწოდებ ყველა ქართველს მე მთავრობას საერთოდ არაფერს არ ვთვლი მე ამ ხელისუფლებას არაფრად საერთოდ ის აღარ არის ხელისუფალი როდესაც აი ასე გაწირავს ხალხს და არაფრად ჩააგდებს და პირიქით იქით დაიჭერს შრომელ ხალხს ამიტომ მე მოუწოდებ მხოლოდ და მხოლოდ მართალ სასულიერო პირებს დაუდგნენ გვერდში ამ ბიჭებს და მოუწოდებ თბილისის მოსახლეობას მხარი დაუჭირონ კანცელარიის წინ რომ აი ამ ბიჭებს რომლებიც 19 დღეა უკვე შიმშილობენ ძალიან მაგარი ბიჭები არიან მორწმუნე ბიჭები არიან თელ დღე ფეხსერგანან ლოცულობენ და ნაკურთხი წყალზე არიან მხოლოდ და ასევე ჩვენ მოუწოდებთ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის 4 უსამართლოდ დაპატიმრებული მაღაროელი თუ არა აი ეს ძალიან გლახად ძალიან დიდ ფორმებში გადაიზრდება და მე თავის თავს დააბრალოს აი ამ ხელისუფლებამ რაც დაემართება. კი ბატონო, საქართველოს ჩვევია აფეთქება. შეიძლება დიდი ხანი გეგონოს რომ საქართველოს და ქართველიერი გათიშულია და არაფრის განგეთებელია, მაგრამ ისეთი აფეთქება ჩვევია, რამაც შეიძლება საერთოდ რეგიონის ბედი შეცვალოს თავიდან ბოლომდე და არ გიშველით, ფული ბევრი გაქვთ, ბევრს იყიდით, ბევრს არეულობას მოახდენთ, მაგრამ ამით ქვეყანას ვერ შეაჩერებთ, აფეთქდება ქვეყანა ადრე თუ გვიანდა. სანამ აფეთქებულა, გონივრული ნაბიჯები გადადგით თქვენი ერის მიმართებაში, თუ არა. მაგით არც მე მომემატება რამე და არც არაფერი დამაგდება პირადად. თუ არ გახვალთ იქ და იმ ხალხს თუ არ მიაქცევთ ყურადღებას და საერთო ჯამში მე მაინც ერთ რაღაცას ვფიქრობ რა. ამათთან დიალოგი ისე არ შეიძლება როგორც ტერორისტებთან დიალოგი არ შეიძლება. ამიტომ ძალა არის ბატონო დავით შესაკრები და ერთადერთი რასაც პატივს ცემენ და რისიც ეშინიათ ამათ ეს არის ძალა. ექნება ქართველთა დიდგაერთიანებას ძალა, მაშინ შევცვლით რაღაცას. არ ექნება ქართველთა დიდგაერთიანებას ძალა, მაშინ იმედია გამოაჩენს უფალი მომავალში ისეთ ადამიანებს, რომელიც ამას შეძლებენ. გადაიქ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ისეთი გმირი წინაპრების სამშობლო, როგორც ჩვენ ყავდა, ასე უგზოუკლოთ ჭორვილელი მაიმუნის გატარებული პოლიტიკის და მიხეილ სააკოვის და ედუარდ ამბროსევიჩის მართლობას განაполიტიკა. მოკლედ დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა კიდევ ერთხელ მოუწოდებ მე ქართველ ხალხს მამულიშვილებს 17
მაის ოჯახის სიწმინდის დღეს ყველას მოგიწოდებთ, მობრძანდეთ რუსთაველზე პარლამენტის წინ 12 საათი და 3 საათამდე ჩვენ ქართველთა გაერთიანებას მამული ენა სარწმუნოებისთვის გვექნება აქცია. მადლობთ ყურადღებისთვის, კულტურამეს დაამატებ ფერმილე. არა, არაფერს არ დავამატებ. დავით ეგ მოწოდება მეც უერთდები და მოწოდებს ყველას, ვინც საქართველოსია მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. დანარჩენი კიდე ერთს ვიტყვი რა, ძალით ვერავის ვერ შეაყვარებ ქვეყანას და ძალით ვერავის ვერ აბრძოლებს სამშობლოსთვის. თუ გინდათ და თუ მოგწონთ ის ყველაფერი რაც ხდება, ერთმა ხელი მოგიმართოთ და გააგრძელეთ ასეთ ნეხში ცხოვრება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კარგით, მერტი იყოს ჩვენი მფარველი, მალე დაბრუნებულიყავი სამშობლოში, როგორც ჩვენ, ჩემო ერმილე, ისე მთელი ჩვენი ემიგრაცია, ვიცი ყველა სენატრება საქართველოს, მაგრამ აი ამ რეჟიმის ხელში წარმოუდგენელია აქ ემიგრანტების დაბრუნება. ამის გასაღები ნამდვილად გვაქვს ჩვენ, რომ ისინი ღირსეულად დაბრუნდნენ, თუ კი ქართველი ხალხს მიეცემა საშუალება ხელისუფლებაში მოიყვანოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. აი ეს არის დამოსავალი. დანარჩენი სქემები ყველაფერი არის, ყველაფერი დამუშავებულია. უჩვიანესი ხალხი გვყავს უკვე ამ გაერთიანებაში, რომელსაც ყველაფერი აქვს დამუშავებული, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობაც, აბსოლუტურად ყველაფერი წყინვალეთ აქვს დამუშავებული. კარგად ზანდებოდეთ. მადლობთ ერმილე, ჩართვისთვის დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ.